კეთილი იყო შენი მომბრძანება ამ ვიდეოში. დღეს მე ახსნი რეალურ მიზეზს, რის გამოც ადამიანები ყიდულობენ ციფრულ პროდუქტებს. რატომ ვერ ახერხებენ ამ წყებთა უმეტესობა ერთი გაყიდვის განხორციელებასაც კი და როგორ შეგიძლია მიუდგენ მას სწორად. ბოლოს შენ გაიგებ ყველა შინაძენის ფსიქოლოგიას, როგორ შექმნა პროდუქტი, რომელიც ადამიანებს რეალურად სურთ და რა ნაბიჯების გადადგმა შეგიძლია რეალური ონლაინ გაყიდვების დასაწყებად. ეს არ არის თეორია, ეს არის პრინციპები, რომლებსაც ტოპ გამყიდველები ყოველდღიურად იყენებენ. დავიწყოთ იმით, თუ რატომ ფლავდებიან ამ წყებთა უმეტესობა. საქმე იმაში არ არის, რომ ციფრული პროდუქტები არ მუშაობს. სინამდვილეში ციფრული პროდუქტები ონლაინ ბიზნესის დაწყების ერთ-ერთი უმარტივესი გზაა. პრობლემა ის არის, რომ დამწყებები ხშირად კვლევის ნაცვლად ვარაუდობენ, თუ რა გაიყიდება. ისინი კვირებს ხარჯავენ ელექტრონული წიგნების კურსების ან შაბლონების შექმნაში, რომლებიც არავის სურს. შენი აუდიტორიის ან პრობლემის გადაჭრის ცოდნის გარეშე თავიდანვე წარუმატებლობისთვის ემზადები. დამწყები ადამიანების ყველაზე დიდი შეცდომა მარტივია. ისინი ქმნიან პროდუქტებს იმის მიხედვით, რაც მოსწონთ ან საინტერესოდ მიაჩნიათ. ის ფაქტი, რომ სიამოვნებს რომელიმე თემაზე სახელმძღვანელო შექმნა, არ ნიშნავს, რომ ის გაიყიდება. ადამიანები მხოლოდ იმ პროდუქტებს ყიდულობენ, რომლებიც მათ პრობლემას აგვარებს ან შედეგებს იძლევა. თუ შენი ყურადღება შენს პრეფერენციებზეა გამახვილებული, შენ უგულვებელყოფ იმას, რაც რეალურად სურს შენს აუდიტორიას და სწორედ ამიტომ პროდუქციის უმეტესობა არასდროს იყიდება. აი მთავარი განსხვავება, შექმნა ის, რაც გინდა და ის, რაც ხალხს სჭირდება. დამწყებები ხშირად ფიქრობენ, ამას იმიტომ გავაკეთებ, რომ მომწონს. ანუ ფიქრობ, ხალხისთვის ეს საინტერესო იქნება. სინამდვილეში შენს აუდიტორიას არ აინტერესებს ის, რაც შენ გსურს. მათ აინტერესებთ ის, რაც მათ ეხმარება. წარმატებული გამყიდველები პრობლემების იდენტიფიცირებასა და გადაწყვეტილებების შექმნაზე არიან ორიენტირებულნი. აზროვნების ეს ცვლილება არის ის, რაც განმასხვავებს მათ, ვინც სტაბილურად ყიდის და ვინც ვერ ყიდის. ონლაინ გაყიდვების შესახებ სიმართლე ძალიან მარტივია. ადამიანები არ ყიდულობენ პროდუქტებს, ისინი ყიდულობენ შედეგებს, ისინი ყიდულობენ გადაწყვეტილებებს, ისინი ყიდულობენ გზას, რათა მათი ცხოვრება გაიმარტივონ, დააჩქარონ ან გააუმჯობესონ. თუ შენი პროდუქტი არ იძლევა მკაფიო შედეგს, რაც არ უნდა ლამაზად გამოიყურებოდეს, ის არ გაიყიდება. ყველა წარმატებული პროდუქტი წყვეტს რეალურ პრობლემას. ეს არის ძირითადი პრინციპები, რომელიც უნდა გესმოდე. დაფიქრდი, 100 ადამიანები არ იხდიან ელექტრონულ წიგნში, კურსში ან შაბლონში. ისინი იხდიან იმისთვის, რასაც ეს მათთვის აკეთებს. მათ სურთ პრობლემის გადაჭრა, ისეთი რამ, რაც მათ დროს დაზოგავს, ფულს გამოიმუშავებს ან გააუმჯობესებს მათი ცხოვრების რომელიმე ასპექტს. შენი პროდუქტი მხოლოდ ინსტრუმენტია ამ შედეგის მისაღწევად. კონცენტრირდი გადაწყვეტაზე და არა ობიექტზე და შენ უკვე დამწყებთა 90%-ზე წინ იქნები. ადამიანის ფსიქოლოგიის გაგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ყველა შინაძანი პირველ რიგში ემოციურია და შემდეგ ლოგიკური. ადამიანები არ სხედან და არ ქმნიან ცხრილს, სადაც პროდუქტებს ადარებენ გაყიდვამდე. ისინი გრძნობენ მოთხოვნილებას, სურვილს ან თუნდაც შიშს და შემდეგ ლოგიკურად ამართლებენ ამას. როდესაც გაიგებ ემოციებს, რომლებიც შეძენის გადაწყვეტილებებს განაპირობებს, შეგიძლია შექმნა პროდუქტი და შეტყობინებები, რომელიც პირდაპირ ამ გზნობებზე მეტყველებს და თითქმის დაუძლეველი ხდება. ახლა მოდით ყველაფერი ეტაპობრივად განვიხილოთ. ყველა შინაძენი, როგორც წესი, სამ ძირითად მიზეზად შეიძლება დავყოთ. ადამიანები ყიდულობენ ფულის საშონელად, დროის დაზოგვისთვის, ან პრობლემის გადასაჭრელად და ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ამ სამი მოტივაციის გაგება უმნიშვნელოვანესია. როდესაც ქმნი პროდუქტს, რომელიც ამ სამი მოტივაციიდან ერთ-ერთს მაინც აკმაყოფილებს, შენი გაყიდვის შანსი მკვეთრად იზრდება. თუ ასე არ მოხდა, თაროზე მშვენიერი გარეგნობის პროდუქტიც კი არ გაიყიდება. პირველი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ყიდულობენ ფულის გამომუშავებაა. ადამიანები მუდმივად ეძებენ შემოსავლის გაზრდის, დამატებითი საქმიანობის დაწყების ან ბიზნესის გაუმჯობესების გზებს. სწორედ ამიტომ არის ბიზნესის მარკეტინგისა და ონლაინ შემოსავლის კურსები ასეთი პოპულარული. თუ შენი პროდუქტი ვინმეს ფულის გამომუშავების ან შედეგების გაზრდის მკაფიო გზას უჩვენებს, ის მაშინვე უფრო ღირებული ხდება მის თვალში. მეორე მიზეზი, რის გამოც ადამიანები ყიდულობენ დროის დაზოგვაა. დრო ხშირად ფულზე ძვირფასია. ადამიანებს არ სურს თვეების დახარჯვა პროცესის გარკვევაში, როდესაც მათ შეუძლიათ მცირე თანხის გადახდა მოკლე გზის მოსაძებნად. ისეთი პროდუქტები, როგორიცაა მჟღა, შაბლონები, ეტაპობრივი გზამკვლევები ან გზას სისტემები იყიდება, რადგან ისინი ადამიანებს თავაზობენ შედეგის მიღების უფრო სწრაფ და მარტივ გზას დროის დაკარგვის გარეშე. მესამე მიზეზი პრობლემის გადაჭრა ან ტკივილის მოხსნა. შესაძლოა ვინმეს სურს წონაში დაკლება, თავდაჯერებულობის გაზრდა, ახალი უნარების შესწავლა და შეცდომის გამოსწორება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა. ისინი მზად არიან გადაიხადონ ისეთ პროდუქტში, რომელიც ნათლად აჩვენებს თუ როგორ უნდა გადაჭრას ეს პრობლემა. პროდუქტები, რომლებიც კონკრეტულ შედეგს პირდებიან, აშორებენ იმედგაცრუებას ან ცხოვრების რომელიმე სფეროში სიცხადეს ძენენ, მუდმივად იყიდება. მოდით განვიხილოთ მაგალითები. დამწყებმა შეიძლება შექმნას პროდუქტის სახელწოდებით ჩემი ყოველდღიური რუტინა. ის პერსონალურია და შესაძლოა საინტერესოც, მაგრამ მკაფიო შედეგს არ იძლევა. შეადარე ახლა ეს.
5 კილოგრამის დაკლება 30 დღეში. ის სპეციფიკურია, პრობლემას წყვეტს და გაზომვად შედეგს იძლევა. განსხვავება უზარმაზარია ყოველთვის იფიქრე შედეგებზე, რაც იღებს მყიდველი და როგორ აუმჯობესებს ეს მათ ცხოვრებას. აქ მოცემულია მარტივი ფორმულა, რომლის დაცვაც შეგიძლია. დაიწყე პრობლემით, შეიმუშავე გადაწყვეტა და შეფუთე ის როგორც პროდუქტი. დაადგინე რა უჭირს შენს აუდიტორიას. შექმენი ეტაპობრივი გადაწყვეტა, რომელიც რეალურად მუშაობს და წარმოადგინე ის ადვილად გასაგები და გამოსაყენებელი გზით. ეს მარტივი სტრუქტურა თითქოს ყველა წარმატებული ციფრული პროდუქტის ხერხემალია. ციფრული პროდუქტები იდეალურია გარკვეული მიზეზების გამო. შენ მათ ერთხელ ქმნი და შეგიძლია შეუზღუდავად გაყიდო. არ არის მიწოდება, არ არის ინვენტარი, არ არის დამატებითი ხარჯები გაყიდვაზე. შეუთავსე ეს მასშტაბირება რეალური პრობლემის გადაჭრას და მიიღებ ბიზნესს, რომელსაც შეუძლია სწრაფად გაიზარდოს. ფიზიკური პროდუქტებისგან განსხვავებით, ციფრული პროდუქტები მსუბუქი, მოქნილი და წარმოუდგენლად მომგებიანია, თუ სწორად იქნება გამოყენებული. თუ ამ ვიდეოში მოცემული იდეები გაიგე, ესე იგი უკვე უსწრებ დამწყებთა უმეტესობას. თუმცა მხოლოდ გაგება საკმარისი არ არის. მოქმედებისთვის სისტემა გჭირდება, სწორედ ამიტომ შევქმნი სრული პროგრამა, რომელიც ზუსტად გაჩვენებს, თუ როგორ იპოვა მომგებიანი იდეები, შექმნა პროდუქტები, რომლებიც რეალურ პრობლემებს გადაჭრის და დაიწყო ონლაინ გაყიდვები. დააწკაპუნე აღწერილობაში მოცემულ ბმულზე, რომ ახლავე მიიღო წვდომა და გადადგი პირველი ნაბიჯი მასშტაბირებადი ციფრული ბიზნესის შექმნისკენ დღესვე.